Squishy tu ingemiko. Saba vin momiqveba გაკვეთილს? Mertokro. ოღონდ დღეს არ აღბერთო. ხო და ამ კაცს ვეკითხები. თუ მილების ხელოსანი ხარ, ჩემ ლოგინში რა გინდა თქო და იმანაც რაღაცა მიღე. მე კარგად დავაკვირდი და თურმე დათვი კი არა, სომეხი კაცი ყოფილა და გამოუშ. ფიზკულტურა, უბრალოდ გაკვეთილი კი არა, ის ცხოვრების წესია. ვახტანგ სპორტი ხოძეა. კუჭი შეკრული ელშუქი. ვარ. კარგია. კუჭი თუ შეკრულია, საფრთხეც არ გვემოქრება. რა ხდება, პროჭიკ? რა და შეცი პაჭო. აბა, როგორ ახარც? ბაყლიშვილი ვაჭიპი. რახტაირი სახელებია რა არის? ბაყლიშვილი თქო. ვარ. მაგარი ბოტასები გინდა? რა ბოტასები კაცო? კაროჩე მარტო შენთან გავაკეთებ თქმას რა. Nike-ს და Adidas-საც ჩემგან მიაქვს. მე 10 მაგ პასებში ყიდავენ ძმა. მოდი კაცო, მოდი თქო, მოდი. ოკაია. აქვს ვინმეს მოყოლის სურვილი თუ მე თვითონ აგარჩიოთ. გვერდო, ოქთხო. ყველანი მადლობელები ვართ რა. გესვათ გეჭამოთ, ერთმანეთი არ დაგეჭამოთ. გაიხარე. პორნოწიაშვილი ჯულიეტა. ვარ. დიდება განდრონს. ვაი შენს პატრონს. ბიჭო ზუსტად არ ვიცი რა იყო რა. ჭიდაობდნენ თუ რა შვებოდნენ ვერ გავიგე. მერე მამა ჩემი შემოვიდა ოთახში და რო დაინახა მაგას უყურებდი დაიწყო ღრიალი დასჭილი ხარ დასჭილიო. არგენტინა გულჭორი ვარ თქვენი ახალი მასწავლებელი. ანუ ბატონი ნაბიჯვარი აღარ გვასწავლის? ნაბიჯვარს მხოლოდ მეგობრები მეძახიან, თქვენ სააგენტოს დამიძახებთ. გასაგებია? მაუგლი თუ შეიძლება გააჯვი საქმე მაგაიოსთან. თქვენს წინაშია მეგრელ დეტექტორი. რა? დავიწყოთ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით, მაიმე. უხშენი. ეს? რას ნიშნავს ეს? მე გაიოზი ვარ და ეხლა მოგი ეს პრაქს ბიჭო. ანუ რა გამოვიდა, ჰეპი ენდია თუ რა უბედურება? რაო? რა არის ატომი? ვეთანხმები, ბე არ ვეთანხმები. რა სისულელია რა მეგრელ დეტექტორი, ვაფშე რამდენი გადაიხადე ამაში. რა? მუშაობს, შეპარტახო შენა, მუშაობს. თქვენი არ ვიცი ბიჭებო, მაგრამ მელოტებს ზედ არც ერთი გოგო არ შემოგხედავთ. კი, მართალია. ნუ, ბევრი ფული თუ არ აქვს. მე ამ კლასიდან რომელია ბევრი ფული შოვნელი? ახლავე სკოლის დირექტორის კაბინეტში სამივე. აუ ხადაო, ფრამშობლებს მოვიყვათ, მამაჩემს კიდე ეგუნდა. რასაც გეუბნები იმას იზამთ. გაიოს. რა შვებით მას ვეჭიდავე, ხო ხარ ჯანზე? კონიათ, ცხოვრება ისაა, ხო ისა, ურეს გავიკეთებ და პარიკმა ხელთან მივარ ბლანჟე შემაჭრას. ბლანჟეს მოუყვა დედისტრატი. რა პრანჭიაობა გიტყდათ? გაიოს ღობეგლეჯიაშვილი. ვარ. ვის მოვაყოლო, ვის? ღმერთო? მინდა შეგახსენო, რომ წელს არავითარ შემთხვევაში არ გაბედო და სკოლის ტერიტორიაზე რამის ბიზნესი არ დაიწყო. გასაგებია? დარწმუნებული ხართ, რომ მაგაზი დამიბარეთ და მეძე არაფერზე? განდრონის ცუილი. რა მაგარია. ცალის ფასია 20 ლარი. ორი შეძენის შემთხვევაში ფასი 58 ლარი იქნება. შენ მათემატიკაში ძალიან დაცურებული გაქვს, ხო? არა, ბატონი ნაბიჯვარი სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს, აბა. და ვინ შეავიწროვა? ვიღაც ორსული ქალი. გადაშალეთ თქვენი სექსუალური განათლების წიგნები და მოდი პირდაპირ დიშლაზე კი არა და კაცის სასქესო. ხო და ბაბუა ჩემმა მიხსნა ცხოვრება რაცაა და შავები ჯავიცვი რა ხო იცი როგორც აბრანდ ხვდები. გაიოს, ხერხი იშოვე და გამყევი. გაიოს ნიჩაბი იშოვე და მე და პაჭოს ჩემს სახთან შეხვდი. ბლომად პუნა გვაქვს სათხრელი. გაიოს, 500 წელი ბანკა გვაქვს საშონელი. გაიოს მოკლედ სასახლე დაგჭირდება, უკუბო რა. და ფიზკულტურის დარბაზი უნდა მოვაწყოთ სამზიმრის ადგილად. თავი დამანებე რა, პოლიკ. იქ თურმე რაღაც ზონაზე დაჯდომა საჭირო რომ კაცობა ისწავლო და მაგასაც მოვაბავ თავს რა. ისა არგონავტების ლიდერი იყო იასონი იყო მერე. ცდილობდა დაემტკიცებინა რომ ბავშვები წეროებთან დიშლით ბრძოლით ჩნდებიან და არა ცოტა ხნის წინ გაჟღერდა კითხვა თუ როგორ ჩნდებიან ბავშვები და დაგპირდით რომ შესვენების შემდეგ აგიხსნით თქო. ზოგადად ბავშვების ბიზნესი წეროების არის. თუ ქალს უნდა რომ შვილი ყავდეს, უნდა იპოვოს კაცი. შემდეგ ეს კაცი ზემოთ ხსენებულ წეროს უნდა ებრძოლოს მისი სასქესო. აბა საიდან ჩნდებიან? მუზარადიდან. ამიტომ რაც უფრო დიდია ბალაყანა, მით მეტია მოგების შანსი. ამით ასევე ვარღვევთ ჭორებს იმის შესახებ, რომ თითქოს ზომას მნიშვნელობა არ აქვს. შიქყვარაგა. გაიოს დავშვიდი, რა გადაგრია, რა იყო ძმა ვაჯდები? რას ვაჯდები თირკმელს? არ გაინძრე. არ გაინძრე მეთქი თორე გესვრი. რა ხდება? დაწეკი,
ძირს აწექი დროზე. კარგი. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ხილად. დავაკავე. რა უნდათ არგონავტებს? რა უნდათ და ისა მედეას ისა დახმარება სჭირდებოდათ. ჩემბრალი არა, ქალბატონო ასკილო. მე მაუგლი ვაფშე არ მინახავს და არც იმ მკვდრის ხელზე ვიცი რამე, ბატონ შანგის რომ დაეცა თავში. ხო და ყოველ მეორე დღეს მოდის ეს შამანი ოთახში შედიან, ჩემი მეუღლე და ეს შამანი გენაცვალე და იწყებს ეს ჩემი ცოლი ცივილკივილს. აი წარმოიდგინე, მიდი ხარ ქუჩაში შენს მაგარ ნაშა შეყვარებულთან ერთად ისე ხელი გაქვს ჩაკიდებული, თავს მეფეთ გზობ და უცებ არ საიდან ბუმ! ვიღაც ტიპი მოდის, ამოიღებს და თავის დიშლას პირდაპირ შენ გოგოს მიაწებებს ლოყაზე სტიკერივით. როგორც ამიხსნეს რაღაც ახალი მეთოდი ყოფილა თურმე ორგანიზმს სტრესისგან ცლიან ამ ცივილკივილით და მე ადამიანის სულ კარგ ხასიათზეა თურმე. ეგ არ არის ცხოვრება, ცხოვრება ბნელია, ცხოვრება ქუჩა, ცხოვრება დიშლის მოულოდნელი მოახლოება. რა ხდება, რა ქაოსია? წყნაური იყოს. ცოლს შამანი გიპობს ბიჭო. რა თქვია მიპობს, მაგაზე ვაიმე არ მიფიქრია, ვაიმე. შენ რო ასაკში შეხვა და ჭაჭების წყალი ჩაგიდგება, თირკმლის გადანერგვა რო დაგჭირდეს, მე ხო უნდა მქონდეს რო გადმოგინერგვა რა? თქვენ კარგად იცით რომ პაჭო მეგრელია, რაც თავისთავად ეჭვის საფუძველს აჩენს. პოლიკ დაეგდეს კამზე თორე მოვალ მან და მეგრული მუშტით დაგისიებს სახეს. შეიძლება ბატონო პაჭო. პაჭო, მართალია შენზე რას ამბობენ? რას ამბობენ? რას და ჩვენი სკოლის გადატანას ზუგდიდ შეაპირებს და ბუფეტში უნდა რომ მხოლოდ ღომი დატოვოს საჭმელათო. აჰა, ძმაო, ესეც მე ვარ. მეგრელები. წავიდა რომ ეგრევე მოგებულის ხარეს დადგეს. რა უნდა მოეპარათ? რა და ისა, რა ქვია, ის ოქროს ისა და იშლა. დღეს რა დღეა? ოთხშაბათი. და ხუთშაბათი როდისაა? ასე თუ გაგზელდა ხვალ. არა შვილო ეგ ტიპიურად დაიჭირო. ესე შველი წრიაპ კასავით გადაკიცო და დაწურო უნდა ბიჭო. გაიო შემდეგი ბანკა მაიდა. ახლავე? რა ჯანდაბას აკეთებთ? რას და ფულშოულობ ძმაო? უხშე კორუმპირებულ ნაგაო. ამისთვის ვიდეგეთ კარში და წვიმაში. რომელ კარში და წვიმაში? ძალიან კარგად იცი რომანში. აუ პაჭო თავი დამანები რა. ბანკები ჰაერით რანაირად უნდა დატუმბო, იცი რა ძნელი იქნება? უხშენი, დაგისიებ თავს რა ეზახი. წყნაური იყოს აქიცოდე. ხმარ გავიგო თქვენი? კი, ვიწყნაურებთ, ბატონო გულჭორ, ვიწყნაურებთ. რავი ძმაო, შენც უნდა გააქტიურდეთ. გენრისო, როგორ ახარ სიცოცხლე? დედუქცია. ეს არის მსჯელობის ხერხი. ზოგადი დებულებიდან კერძო დასკვნის გამო ფრთხილად. რა ხდება? აუი არაფერი, ცარცი ყოფილა. შენს ადგილას სუნთქვას შევიკრავდი. რა? მიპასუხე, ვინმე მეგრელი ყავს თანათის აუში თქო? არავინ არ მყავს. კიდე კაი. ანუ შენი ნდობა შემიძლია. ოქროს რა უნდა მოეპარათ გაიოს? დიშლა. დიშლა? უი შეგათახსირებულო, უზდელი ეს. ძვირფასო კლასის წევრებო, სანამ ჩვენს მასწავლებელს ცოლს შამანი უპობს, მე თქვენის ნებართვით პრეზენტაციას გავაკეთებ. გაიოს. ხო, რა იყო? პირველში რა შემოხაზე? ვეთანხმები. რაზე თანხმები? ატომს. ბიჭო, კითხვა არის ატომი რა არისო და რაზე თანხმები? წყნაური იყოს თქო. სადაა ბიჭო შენი თანამძრეველი? ალბათ ყველას გაინტერესებთ რა ხდება ჩემსა და შამანის ცოლს შორის. ღმერთო, ეს ვინ თქვა? მე. ათიანი. ლეად მე 6. -2 რა დაირათ მივიღე? არტურ შვილო და შენი მშობლები ვინ არიან? რავი, დედა ჩემი ისეთი არავინ და მამა ჩემი იმაშია რა ქვია ეს მიწასრო თხრავენ. მარქეოლოგი? ხო, პაჩსი ეგ არის კი. მარა შეთავსებით საფუშნიკი აქ დიდად თხრა არავის არ აინტერესებს და. ანუ არ ამგონია ეგეთი რამე ქუჩაში ხშირად ხდებოდეს. ხშირად? რა გონია ბიჭო მოძალადეები კალენდრულ მოწვევას გიგზავნიან? იმეილი მოგივა კი, აი გაიოს გაუმარჯო სამშაბათ 3 საათზე წრის მზიან მონაკვეთში შენ გოგოს სახეზე დიშლას დავადებ. სიყვარულით ბონდო. გაიცანით ეს არტურ არწივიანია. რა გაწივლებს მერე? პოლიკარპე. რა? აიმე? ეს რა სტიშტავს? აიმე? პრინციპში ახლა ისეთი არც არაფერი არაა მოსაყოლი რა. 8 წელი სომხეთში ცხოვრობდით, მე საქართველოში გადმოსვლა გავაკეთეთ რა. ვეფხის ყავსანი მინდა წერა აბა? ჯამტლეკიაშვილი. რაო? ქალის ხელი სკოლას კი არა ბუფეტში ჭირდება, წალი და იქ იმუშავე. სექსისტო ბროჭო. როცა მოვიგებ, მაშინ მაინც ხომ ჩაგივარდება ენა. ეს რა გვაკლდა? კაი რა. ერთმა პატარა გოგომ რა უნდა გვიქნას? დაგვენძრა დოდო გვიგებს. რატომ აქვს ჩვენი სკოლის წყალს ფსელის გემო?
ალბათ ეს კითხვა ყოველ ჩვენგანს გასჩენია თავში. მერე ჩვენ გამოხტევით და დავიწყებთ ყაყანს, რომ ამას თავიდან ფუნა ვერ მოუშორებია და ეს სკოლას მიხედავს და ამა უნდა გადაგვარჩინოს. დედუქციური აზროვნება ჩვენ ადამიანებს გვეხმარება იმაში, რომ ფრთხილად დიდება განდრონს. დიდება განდრონს. შენ ვინა ხარ, ძმა? მე მაჯიკა ხელოკიაშვილი ვარ. ხო და მე განდრონი ვარ, ძმა, გამიგე? შენ შეგიძლია წახვიდე და ხელოკო. გაიეყოფა წყალი. მიმიშვით ბულბულატორი ამოვიყვანო. სალამი ძმებო. სალამი? რა კარგია რომ რევოლუციას ვიწყებთ არა? არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. სწორია, ჯერ არც კი გაგეცანი. მე ველოდი მებონია ვარ, ეს ჩემი ბიძაშვილია, ცეკვავა სუჟა. ბუჭორეკ. ჭკირო. საბოლოოდ კი გაღვიძებული აღმოაჩენ, რომ თმები აღარ გაქვს და მელოტი ხარ. მისი სახელია თმები დღლეზია. დავადგინე რომ სექსუალური განათლების გაკვეთილი პაჭოკაკაჩია შემოტენილია, რადგან ჩვენი ახალი თაობა წარყვნას და თვითონ ანუ მეგრელები კარგი ტიპები გამოჩნდნენ, მაგრამ ვერ მოგართვით.